თავად ამერიკულ საზოგადოებაშიც ხდება გარკვეულწილად დისკურსული რევოლუცია ისრაელთან დამოკიდებულებაში. თუ მაგალითად აქამდე ისრაელი ითვლებოდა შეერთებული შტატების უპირობო მოკავშირე ქვეყნად და შეერთებულ შტატებს უპირობო მხარდაჭერა უნდა გამოეხატა ისრაელის მიმართ, დღეს ეს დამოკიდებულება იცვლება. თუ მაგალითად აქამდე ისრაელის მიმართ კრიტიკას გამოთქვამდნენ მხოლოდ დემოკრატიული პარტია და დემოკრატიული პარტიის ხარდამჭერი პროგრესული საზოგადოების პროგრესული ნაწილი, დღეს უკვე ისრაელის მიმართ კრიტიკა ისმის უკვე რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებში, რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიულ ნაწილში და ახალგაზრდა კონსერვატიულ ფრთაში, მაგალითად უკვე არაერთი ეგრეთ წოდებული კონსერვატორი Talking Head-ია, რომელიც უკვე ღიად აფიქსირებს ისრაელის მიმართ კრიტიკას. ამერიკელ კონსერვატორთა დისკურსის ცვლილებაში გადამწყვეტი როლი შეიძლება ვთქვათ, რომ ითამაშა არა ღაზაში მიმდინარე გენოციდურმა პროცესმა, არამედ ეგრეთ წოდებულმა ეპშტეინის სიამ, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ამერიკულ საზოგადოებაში დგება კონსენსუსი, რომ ეს საქმე იყო ეგრეთ წოდებული ისრაელის სადაზვერვო სამსახურების თვის, ასე ვთქვათ, შანტაჟისა და манипуляციის ინსტრუმენტი ამერიკულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ბიზნეს თუ კულტურულ ელიტებზე და რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელს ჰქონდა გადამწყვეტი გავლენა პოლიტიკურ ისტაბლიშმენტზე, ამერიკულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტზე და ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე.